საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. ამ გაკვეთილის თემაა რიცხვების დამრგვალება. შევხედოთ სურათს. მოცემული გვაქვს რიცხვითი წრფის ნაწილი, სადაც 80-დან 90-ის ჩათვლით მოცემულია ნატურალური რიცხვები. შევავსოთ ცარიელი ადგილები. 82 შემდეგ მოდის 83, 84, 85, 86, 87, 88, 89. თქვა სკოლაში სწავლობს 87 მოსწავლე. მოვნიშნოთ ეს წერტილი, გავამუქოთ. 87 მოთავსებულია 80-სა და 90-ს შორის. რასთან უფრო ახლოს არის 87 80-თან თუ 90-თან? სურათიდან ჩანს, რომ 87 90-თან უფრო ახლოს არის. ანუ 87-ის უახლოესი ათეული არის 90. 87-ის ათეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 90-ს. შეიძლება ვთქვათ, რომ სკოლაში მიახლოებით 90 ბავშვი სწავლობს. შევხედოთ სურათს. განვიხილოთ სამნიშნა რიცხვი 230. 230 მოთავსებულია 200-სა და 300-ს შორის. რასთან უფრო ახლოს არის, რომელ რიცხვთან უფრო ახლოს არის 230? 200-თან თუ 300-თან? რა თქმა უნდა, 200-თან. ანუ 230-ის უახლოესი ასეული არის 200. 230-ის ასეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 200-ს. განვიხილოთ სამნიშნა რიცხვი 427. მოვნიშნოთ ის რიცხვით წრფეზე. ჯერ დავამრგვალოთ ეს რიცხვი ასეულებამდე. რომელ ასეულებს შორის არის მოთავსებული 400-სა და 500-ს შორის? რასთან უფრო ახლოს არის 400-თან თუ 500-თან? რა თქმა უნდა, 400-თან. ანუ 427-ის ასეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 400-ს. ახლა ეს რიცხვი დავამრგვალოთ ათეულებამდე. როგორც ხედავთ, 427 მოთავსებულია 420-სა და 440-ს შორის. და ის უფრო ახლოს არის 440-თან. ანუ 427-ის ათეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 440-ს. იქნებ ახლა რიცხვითი წრფის გარეშე ვცადოთ რიცხვების დამრგვალება. 823. სამნიშნა რიცხვი 823. ჯერ დავამრგვალოთ ასეულებამდე. დავითვალოთ ასებით 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 და 1000. როგორც ხედავთ, 823 მოთავსებულია 800-სა და 900-ს შორის. რომელთან უფრო ახლოს არის ეს რიცხვი? ეს რიცხვი უფრო ახლოს არის 800-თან. ანუ 823-ის ასეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 800-ს. ახლა იგივე რიცხვი დავამრგვალოთ ათეულებამდე. დავითვალოთ ათებით 800, 810, 820, 830, 840, 850 და ასე შემდეგ 900-ის ჩათვლით. როგორც ხედავთ, 823 მოთავსებულია 820-სა და 820-ს შორის. რასთან უფრო ახლოს არის 823? 820-თან. ანუ 823-ის ათეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 820-ს. შემოვხაზოთ ის რიცხვები, რომლებიც 820-თან არის უფრო ახლოს. ანუ რომელთა ათეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 820-ს. ეს რიცხვებია 820, 821, 822, 823 და 824. მოვხაზოთ ის რიცხვები, რომლებიც უფრო ახლოს არის 830-თან. ანუ რომელთა ათეულებამდე დამრგვალებით მივიღებთ 820-ს.
ეს რიცხვებია 826, 827, 828, 829 და 830. 825 შუაშია. ამ შემთხვევაში დამრგვალებისას შეირჩევა მეტი რიცხვი. ანუ 825-ის ათეულებამდე დამრგვალებით მივიღებთ 830-ს. ამ ცხრილის შევსებით გავიწაფებით რიცხვების დამრგვალებაში. 510 დავამრგვალოთ ათეულებამდე. 510-ის ათეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ ისევ ამ რიცხვს, ანუ 510. 510 დავამრგვალოთ ასეულებამდე. 510 მოთავსებულია 500-სა და 600-ს შორის. რომელთან უფრო ახლოს არის 510, რა თქმა უნდა 500-თან. ანუ ასეულებამდე დამრგვალებით მივიღებთ 500-ს. 567. 567 მოთავსებულია 560-სა და 570-ს შორის. რომელთან უფრო ახლოს არის 570-თან. ანუ 567-ის ათეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 570-ს. დავამრგვალოთ ასეულებამდე. 567 მოთავსებულია 500-სა და 600-ს შორის. ის 600-თან უფრო ახლოს არის. ანუ 567-ის ასეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 600-ს. 201. 201 მოთავსებულია 200-სა და 210-ს შორის. რომელთან უფრო ახლოს არის, რა თქმა უნდა 200-თან. ანუ ამ რიცხვის ათეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 200-ს. დავამრგვალოთ ასეულებამდე. ეს რიცხვი მოთავსებულია 200-სა და 300-ს შორის. რომელთან უფრო ახლოს არის ეს რიცხვი, რა თქმა უნდა 200-თან. ანუ უახლოესი ასეული არის 200. ამ შემთხვევაში 201-ის შემთხვევაში ათეულებამდე და ასეულებამდე დამრგვალებისას მივიღეთ ერთი და იგივე რიცხვი. 199 დავამრგვალოთ ათეულებამდე. ის მოთავსებულია 190-სა და 200-ს შორის. უფრო ახლოს არის 200-თან. ანუ ათეულებამდე დამრგვალებისას ვღებულობთ 200-ს. დავამრგვალოთ ასეულებამდე. მოთავსებულია 100-სა და 200-ს შორის. უფრო ახლოს არის 200-თან. ანუ ასეულებამდე დამრგვალებისას ვღებულობთ 200-ს. ამ შემთხვევაშიც მივიღეთ ერთი და იგივე რიცხვი ათეულებამდე და ასეულებამდე დამრგვალებისას. ამოხსნათ ამოცანები თქვენი სახელმძღვანელოდან. დაფაზე ჩამოწერილია რიცხვები. ნინომ დაამრგვალა ერთ-ერთი მათგანი და მიიღო 200. რომელი რიცხვი დაამრგვალა ნინომ? ეხლა დავიწყოთ. 250 მოთავსებულია 200-სა და 300-ს შორის. ჩვენ უკვე როგორც თქვით, რიცხვი როდესაც არის შუაში, იგი მრგვალდება დიდი რიცხვისკენ. ანუ 250-ის დამრგვალებით ასეულებამდე ვღებულობთ 300-ს. ჩვენ გვინდა მივიღოთ 200. ანუ ეს რიცხვი არ არის პასუხი. 312. 312 მოთავსებულია 300-სა და 400-ს შორის. მისი დამრგვალებით ვღებულობთ 300-ს. 274 მოთავსებულია 200-სა და 300-ს შორის. მისი დამრგვალებით ვღებულობთ 300-ს, რადგან 300-თან უფრო ახლოს არის. 187 მოთავსებულია 100-სა და 200-ს შორის. რომელთან უფრო ახლოს არის ეს რიცხვი? რა თქმა უნდა 200-თან. ანუ ჩვენთვის საინტერესო რიცხვი ყოფილა 187. მისი ასეულებამდე დამრგვალებით ვღებულობთ 200-ს. მაინც გავაგზავნოთ, რომ ვნახოთ, სხვა არ არის ასეთი რიცხვი. 159 მოთავსებულია 100-სა და 200-ს შორის. მისი დამრგვალებით მივიღებთ 100-ს. 287 მოთავსებულია 200-სა და 300-ს შორის.
მისი დამგვალებით მივიღებთ 300 და 361. მოთავსებულია 300-სა და 400-ს შორის. მისი დამგვალებით მივიღეთ 400. ანუ ერთადერთი რიცხვი იყო 187, რომლის ასეულებამდე დამგვალებით მივიღეთ 200. ამოვხსნათ სახალისო ამოცანები თქვენი სახელმძღვანელოდან. ლანგარზე იდო ორცხობილები. ნინიმ შეჭამა მთელი ოდენობის ნახევარი. ამის შემდეგ ლანგარზე დარჩა 5 ორცხობილა. რამდენი ორცხობილა იდო თავიდან ლანგარზე? დავხაზოთ წრის ფორმის ლანგარი. ნინიმ შეჭამა ნახევარი. ამის შემდეგ ლანგარზე დარჩა 5 ორცხობილა. რამდენი იყო თავიდან? ნახევარი თუ შეჭამა და 5 დარჩა. ეს მეორე ნახევარი ყოფილა 5 ორცხობილა. ეს თუ 5-ია, ესეც 5-ია. ანუ თავდაპირველად ლანგარზე იდო 10 ორცხობილა. შემდეგი ამოცანა. ლანგარზე იდო რამდენიმე შაქარლამა. ანიმ შეჭამა მთელი ოდენობის ნახევარი. თან დავხაზოთ. მთელი ოდენობის ნახევარი და კიდევ ერთი ცალი. ანუ მეორე ნახევრიდან შეჭამა კიდევ ერთი ცალი. ამის შემდეგ ლანგარზე დარჩა 3 შაქარლამა. ეს არის დარჩენილი რაოდენობა. დარჩა 3 შაქარლამა. რამდენი შაქარლამა იდო თავიდან ლანგარზე? როგორც ხედავთ, ნახევარი გამოვიდა 4 შაქარლამა. ანუ ამ დარჩენილ 3-ს მიემატა ის 1. ეს ნახევარი თუ 4 შაქარლამა, მეორე ნახევარიც იქნება 4 შაქარლამა. ანუ ლანგარზე თავიდან იდო სულ 8 შაქარლამა. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულდა. იმისათვის რომ გაიწაფოთ რიცხვების დამრგვალებაში, განიხილეთ თქვენი სახელმძღვანელოს პირველი თავის მესამე პარაგრაფის სავარჯიშოები. გისურვებთ წარმატებებს.